ამ ბრძოლამ კულმინაციას 1989 წლის 9 აპრილს მიაღწია, როდესაც საბჭოთა ბოროტების იმპერიამ ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა და მშვიდობიან საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით გულანთებულ ადამიანებს ალესილი ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით დაუპირისპირდა. ამ მოვლენიდან სულ რაღაც 2 წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდია ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ახალი. ღრუბლიან ციდან კვლავ ჩამოანათა 26 მაისმა. საბჭოთა ოკუპანტების მიერ გაყალბებული ისტორია კვლავ გამთელდა. მოტყუებით, პროპაგანდითა და იძულებით თავსმოხვეული კერპები დაინგრა და დაინგრა თვით საბჭოთა ბოროტების იმპერიაც. მან თავის ნანგრევებში მოგვიგო. თავს მოგვახვია ომი, ძალადობა, ტყუილი, კორუფცია. დაინგრა ძველი მონსტრი, მაგრამ თავის დროზე თავისუფალი ორგანიზაციების გაქრობას და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას უკვალოდ არ ჩაუდგა. აღმოჩნდა, რომ 70 წელი ჩვენი ევროპული ცივილიზაციური ოჯახიდან იზოლაციამ ჩვენზე გამანადგურებელი შედეგი იქონია. თურმე შეიძლება დაგვავიწყდეს, როგორ უნდა იცხოვრო თავისუფლად, როგორ შექმნა პროდუქტი, როგორ გამოაცხო პული. ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორია თავისუფლების ხელახლა სწავლის ამბავია და არავინ იცის, რითი დასრულდებოდა ეს ამბავი, საქართველოს მეგობრები რომ ახოლოდა. მარტო დარჩენილიყო. ევროპის სახით არ ჰყოლოდა ცივილიზაციური ოჯახი და არ ეარსება ევროკავშირს თავისი ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციებით, რომლებიც ჩვენ დასახმარებლად მზად იყვნენ. მათი დახმარებით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდით თავისუფალ ცხოვრებას, თვითორგანიზებას, ადამიანის უფლებებს, ვიბრუნებდით იმ ჭეშმარიტ ქართულ იდენტობას, რომელიც ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის და იმ ათასობით ქართველის ჭეშმარიტი მემკვიდრეობაა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს ფუძემდებლურ პრინციპებს და რომლის გარეშეც საქართველო შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული იმპერიის ეგზოტიკური კავკასიური გუბერნია და არა საკუთარი თავი. და მოვედით აქამდეც. როდესაც სამიზნედ კვლავ იქცა ქართული სახელმწიფოს ხერხემალი და ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი, თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თავისუფალი სიტყვა და თვით თავისუფლება როგორც იდეა, ღირებულება, მიზანი და მისია. და აქ ხარ შენ, ერთი საქართველოს მოქალაქე. ამ სახლის ერთადერთი კანონიერი პატრონი და მემკვიდრე. შენი არჩევანია დაიცავ მას, უპატრონებ, მოული, უკეთესად აქცევ მასში ცხოვრებას თუ გაიხურავ კარს. ზურგს შეაქცევ და ისე დაივიწყებ, თითქოს არც უარსებია. ვერავინ გეტყვის რა არის სწორი. უბრალოდ ეს ერთადერთი სახლია ამ ქვეყნად, რომელიც შენ გეკუთვნის და რომელშიც შენ შეგიძლია ცხოვრება უკეთესად აქციო. ეს შენი არჩევანია. დღეს შენ ხარ ის, ვინც აგრძელებს ჩვენ საერთო ამბავს და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული მრავალი წლის შემდეგ, ვინმე რომ ამ ფანჯრებში შემოიხედავს ისე, როგორც ახლა შენ იყურები, რას დაინახავს შენი სახით, რადგან ეს ქვეყანა შენია.